ქრისტიანს გაძვირფასო საზოგადოება დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აღმსარებლობის სათნოების შესახებ. თანამედროვე ქრისტიანობაში რაღაცნაირად მეორე პლანზეა გადატანილი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, თითქოს და აღმსარებლობა რაღაცნაირად თავისთავად იგულისხმებოდეს და ადამიანი არის რა ქრისტიანი მართლმადიდებელი და დადის ეკლესიაში, თითქოს და ავტომატურად ხდება შემეცნება ჭეშმარიტებისა, კანონების, დოგმატების და ზოგადად სარწმუნოებრივ საკითხებში გაცნობიერება თითქოს და ავტომატურად ხდება. რაღაც ესეთი შთაბეჭდილება გვჭება და ესეთი წარმოდგენები ექნება თანამედროვე ქრისტიანს და ჩვენ გვსურს ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ აბსოლუტურად საპირისპირო მოვლენას ხედავთ ჩვენ რეალურად სახეზეა ადოგმატიზმი, გულისხმობთ იმას, რომ საერთოდ უგულებელყოფილია აი ეს სარწმუნოებრივი საკითხების განხილვა, შესწავლა და ხედავთ რაღაც უცნაურ მოვლენას, რომ ვისაც როგორ სურს, აი ისე საუბრობს ქრისტიანობაზე, მათ შორის სასულიერო პირებსათანაც კი შეუნიშნავთ უცნაურ აზრებს, რომლებიც ითხოვს სათანადო შემოწმებას, სათანადო შეფასებას, მაგრამ ეს შეფასებები რაღაცნაირად არ ჩანს და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო ემატება. ჩვენ წმინდა წერილიდან გვსურს შემოგთავაზოთ ამონარიდები, სადაც აი ამ აღმსარებლურ სულზე არის გაკეთებული, გამახვილებული ყურადღება და აქედან გამომდინარე ჩვენ გვსურს ამითი გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ ეს არ არის რაღაცა რიგითი თემა, არამედ მცნება ღვთისა, ერთ-ერთი მცნება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს ადამიანმა, ვინაიდან აქედან მოდის მთავარი სულისკვეთების ესეთი მოშურნეობითი განწყობა, აქედან არის ბრძოლა ერესებთან, აქედან არის მოთმინებით და შეურაცხყოფების ატანა, ვთქვათ, როცა უდანაშაულოდ, ვთქვათ, ბრალს გდებენ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ირკვევა აი ამ აღმსარებლური სულის გარკვევით და მოდით დავიწყოთ ნელ-ნელა ჩვენ წმინდა წერილის ამ ამონარიდების წაკითხვა და თან პატარ-პატარა კომენტარების გაკეთება. პირველი, ყოველმა რომელმან აღიაროს ჩემ და მომარ წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა, ჩემისა ზეწათასა. მათეს სახარების 10 თავშია ეს 32 მუხლი და იქვე არის მითითებული რა რომელმან უარყოსო მე წინაშე კაცთა, უარიყოს ისიც წინაშე მამისა, ჩემისა ზეწათასა. ანუ ჩვენ აქ ვხედავთ მკაფიო სწავლებას იმისა, რომ ადამიანს ევალება, მართლმადიდებელ ქრისტიანს ევალება, რომ წინაშე კაცთა, ანუ საზოგადოება, რომელიც არის მეტწილად არა ეკლესიური და შეიძლება ითქვას ათეისტურიც და წარმართულიც, აი ამ საზოგადოებაში ჩვენ გვჭირდება აი ამ აღიარების დადასტურება. და ვინც ეს გააკეთოსო აღიაროსო წინაშე ის იქნება აღიარებული და მოხსნებული მამას ზეციერის მიერ. მეორე მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, რომელსა იგი სიცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა ნათესავს ამას მემრუშესა. ძემანცა კაცის ამან არც ქვინოს რაჟანს მოვიდეს დიდებითა თვისითა. აქაც ჩვენ ვხედავთ კაფეო სწავლებას, რომ ვინც აი ამ პირველს არ ასრულებს, ხომ? რომ აღიარება წინაშე კაცთა და ვისაც სიცხვილეულ უჩნდეს. ანუ ამისი ცხენია, თაკილობს, რაღაცა ზოგი არის ხო პირჯვრის გადაწერაც არ სურს ადამიანს, რომ რაღაცა ვინმე არ დამინახოს. დღეს ესეთ დონეზეა. ან თუ სოციალურ ქსელებში რაღაცა მართლმადიდებლური აღმსარებლობის სწავლებას დაინახავს, ის შეიძლება არ გააზიაროს ან არ მოიწონოს იმის გამო, რომ იქნებ ვინ ეს წინაშე კაცთაო, ვინ იტყვის, რას იტყვის ჩემზე, იქ მეგობარი, კოლეგა, სადაც იმ საზოგადოებაში ტრიალებს, ხო არ იტყვიან ჩემზე, რომ მე ფანატიკოსი ვარ, რაღაცა ესეთი მართლმადიდებლობის მხოლოდ აღიარება და სხვა რელიგიებში ცხონების არ აღიარება, ეს რა
რა არის და რატო არის და აი ასე შემდეგ. ამას ჩვენ რეალურად ყოველდღიურად ხვდებით და თანამედროვე ქრისტიანებს აი ამასთან უწევთ გარკვეული გამკლავება და თუ ჩვენ პირველი არა გვაქვს ეს მოშურნეობითი სული და აღსარებლური სული ცხადია აი ამ მეორესაც რასაც ქვია გამკლავება აი ამ პრობლემებთან ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა ცნება როგორც მიგითითეთ აგერ სახეზე გახლავთ. შემდეგ საქმე მოციქულთაში ესეთ რამეს კითხულობთ რომ ჩვენ ვერ ხელგვეწიფების რომელიგი გვესმა და ვიხილეთ ვითარც არა ვიტყოდეთ. ანუ ის რომ ვიხილეთ ჩვენ უფალი მოვისმინეთ მისგან ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ და ამაზე არ ვიტყოდეთო, ამას არ გადაგებდეთო, ჩვენ ეს არ შეგვიძლიაო, ჩვენ ამას ვერ ვიზამთ. რომ ეს რაც, ანუ იგივე ჩვენ შეგვიძლია თქვა ჩვენც რა თქმა უნდა მართალია მოციქულები თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ ჩვენც მოგვეცა ის ჭეშმარიტი სწავლება და უცვლელად ზუსტად ისეთია, როგორც მოციქულების დროს იყო და ამიტომ ჩვენც გვაქვს ის ჭეშმარიტება. ჩვენც მოგვეცა მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენც გვაქვს კანონები, დოგმატები და ამისი არაღიარება ეს დანაშაულია. ანუ ჩვენ ეს მოვისმინეთ, ჩვენ ეს ვიხილეთ, მკვდრეთი აღდგარი ქრისტე, ჩვენ ამას დღესასწაულობთ, რომ სიკვდილზე გამარჯვება მოვიდა ასევე ქრისტეს სუფევა დედამიწაზე ეკლესიის სახით დაარსებული ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ამის ყველაფრის მომსმენიც ვარ და დამსწრენიც ვარ. ასე რომ ამისი არ თქმა ეს უკვე არის დანაშაული და ჩვენ ეს არ შეგვიძლია ვერ ხელგვეწიფებისო ამბობს მოციქული და მოციქულები და შესაბამისად იგივეს უნდა ვამბობდეთ ჩვენ. ჩვენც არ შეგვიძლია სხვანაირად. ვერ ვიტყვით რომ აი ეს არ ვიცით, ეს ჭეშმარიტი სწავლება ჩვენთვის არავის მოუწია და ასე შემდეგ, როგორც იციან თქმა რომ მე ეს არ ვიცოდი და არ ცოდნა არ ცოდვა და ასე შემდეგ. ესეთი რამე ყოველდღე გამორიცხულია აი ამ წმინდა წერილის სიტყვებიდან გამომდინარე. შემდეგ რომანთა ეპისტოლეშია წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები თუ კი აღიარო პირითა შენითა უფალი იესო ქრისტე და გრწმენეს გულითა შენითა რამე თუ ღმერთმან აღადგინა იგი მკვდრეთით სცხონდე რამე თუ გულსა გწამდეს სიმართლეთ ხოლო პირითა აღიარებდე საცხოვრებლად. ნახეთ ესე იგი თავიდან შესავალს უკეთებს პავლე მოციქული რომ თუ კი აღიარებთ იმას რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად ხომ და ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთითო და ამის სიწმენა თუ გაქვთ მაშინ ცხონდებიო. რამე თუ აგზელეს, მაგრამ პირობა არის ამ ცხონებისთვის გულსა გწამდეს სიმართლეთ, ხოლო პირითა აღიარებდე საცხოვრებლად. რას ნიშნავს ეს? ზოგი ადამიანი რატო მიგვითითებს ახლა პავლე მოციქული ჩვენ ამაზე ეს არის მნიშვნელოვანი რომ ზოგი ფიქრობს რომ აი მე გულში მწამს და მე ეკლესიისაც მწამს, მაგრამ ღლების არ მწამს, ან რაღაცა მსგავსი, ან მე ჩემებურად მწამს გულში, ან ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ ნახეთ, ჯერ ერთი რწმენა უნდა იყოს მართალი და ჭეშმარიტი, მაგრამ ეს კიდე არ არის საკმარისი. არამედ გულით აღწამდეს ეს კარგია და აუცილებელია სიმართლე. ნახეთ, ეს უნდა გწამდეს, როგორც სიმართლე უნდა იყოს, ნამდვილად უნდა გწამდეს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. შენ ჩუმად შენთვის იყო და გწამდეს, როცა საჭიროა რომ ილაპარაკო და თქვა აი ამის შესახებ, ხოლო პირითა აღიარებდე საცხოვრებლად. ესე იგი, აღიარება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა გახლავთ აუცილებელი პირობა, ანუ ცნება პირდაპირ მოცემული, რომელიც უნდა დაიცვას ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. შემდეგ პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ 1 ტიმოთეს 6 თავში ამბობს მოიღვაწე ღვაწლი კეთილი სარწმუნოებისა. რომელია კეთილი სარწმუნოება? ჭეშმარიტი სარწმუნოება, ხო? მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ეს კეთილი სარწმუნოება, ხო? მოიღვაწე ისო. ანუ იმუშაკე რომ მოიღვაწე. შემდეგ შეიტკბე საუკუნოიგი ცხოვრება, რომელსაც იჩინე და აღიარე კეთილი იგი,
ახსარება იწინაშე მრავალთა მოწამეთა. ნახე, აქაც პირდაპირ მოწოდება იმისაკენ, რომ ეს შეიტყვე, ეს სარწმუნოება მიიღე, აღიარე, შეიტყვე, ამით იცხოვრე ქრისტეში, ხო? და შემდეგ, რომელსაც აიჩინე და აღიარე, ანუ რომელიც უკვე აღიარე და მოიპოვე, ხო? კეთილი, იგი ახსარება იწინაშე მრავალთა მოწამეთა დაამოწმეო. ანუ ეს უკვე დამოწმება, ეს აუცილებელი პირობა აქ მოცემული ხალხო, ეს არის ზუსტად იმაზე, რადგან ჩვენ გვინდა დღეს ყურადღების გამახვილება, რომ ზუსტად ეს აკლია თანამედროვე ქრისტიანებს. რა დაამოწმოს, თუ არ ისწავლა, თუ არ შეისწავლა, თუ არ აქვს კარგად მყარად მტკიცედ ჩამოყალიბებული. იმას რას დაამოწმებს? ვერ დაამოწმებს. ამიტომ პირველი პირობა ის არის, რომ ჯერ ის მოძებული რაც გვაქვს, ის შეიტკბე. ნახე, მეტი რა გინდა ახლა ამაზე კარგი სიტყვა. შეიტკბე და თუ შეტკბობილი გაქვს და უკვე მიღებული გაქვს, ხო? მაშინ ის აღიარე კიდეც წინაშე კაცთა. მრავალთა, ნახე, მრავალთა რას ნიშნავს? მთელ სამყაროც ჩვენს წინააღმდეგ იყოს, ჩვენ უშიშრად იგი უნდა დავამოწმოთ წინაშე მოწამეთა. შემდეგ მეორე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში პირველ მუხლში ამბობს, ნუ უკვე გრცხვენი მწამება იგი უფლისა ჩვენისა, არამედ თანა იჭირვიდეს ახარებასა მას ძალისა და ღვთისათა. ესე იგი, აქაც იმ სიცხვილეული რო იყო, რომ წავიკითხეთ, იგივე ფაქტიურად შინაარსია, რომ ნუ უკვე გრცხვენი მწამება, ანუ ნუ გრცხვენია, რომ დაამოწმო ეს შენი ჭეშმარიტება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. არამედ, ნახეთ როგორი სიტყვა შერჩეული, თანა იჭირვიდეს ახარებასა. ანუ შენც უნდა შეიჭირვო, ანუ თუ გასაჭირია და თუ გსახარებისთვის გიწევს ჯვრის თვირთვა, შეურაცხყოფის სატანა, თანა იჭირვიდეო, მას ძალით ღვთისათა. და რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს არა ჩვენით ვაკეთებთ, არა ჩვენს რაღაცა შინაგან ადამიანურ თვისებაზეა ეს ყველაფერი აგებული. არამედ ნახეთ, უფალი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ძალით ღვთისათა იქნებისო. ანუ თუ შენ სახარებისეულად ცხოვრება შინაგანად გაქვს გადაწყვეტილი და აი ამ შენ შემართებას დაინახავს უფალი, ხო? სულ უფრო და მეტ ღვაწლში შეიძლება მოგცეს ამისი აღსარებლობის უნარები, შეიძლება მოწამეობის უნარიც მოგცეს მეთმა და ეს ყველაფერი ძალით და ღვთისათა მიცემის. ანუ ვისაც სურს ქრისტეში ცხოვრება, მას ეს დიდი ასპარეზი ქრისტინაში აქვს და ჯილდო ამისი ყოველივესი მოგახსენეთ უკვე ხომ, ვისაცო ცხვენიაო ამის აღიარება, ის შეწყვენილი იქნებაო მამაცზე ციარის მიერ და ხოლო ვინც აღიარებს და ესეთი შეიტყვობს ამ სარწმუნოებას და იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება ნამდვილად გოძებული გვაქვს და ვიცავთ ამას ჩვენ, თუნდაც ამას სიკვდილის ფასად გვიждდებოდა ჩვენ ყოველივე ეს, ჩვენ მზად ვართ. ეს არის აი ამ სახარების ამონარიდების შინაარსი, რომელიც წავიკითხეთ ჩვენ დღეს და როგორც გითხარით, ამაზე უნდა გავამახვილოთ დიდი ყურადღება. როგორ ვაკეთოთ ეს? არა მარტო სახარების ეს მონაკვეთები უნდა ვიკითხოთ ხოლმე, არამედ აქვე ამას დავუმატოთ უნდა წმინდა მამათა და დედათა ცხოვრებებში საოცარი ნიმუშები აღსარებლობისა, მოწამეობრივი ცხოვრებისა. ეს ყველაფერი წმინდათა ცხოვრებებში წერია კარგად, ამას წაკითხვა ჭირდება. უფრო მეტიც ამისი როგორ უნდა დავიცვა ჭეშმარიტება, კიდე ეს ცხოვრება ერთია, ხო, მაგრამ მერე უკვე სწავლებები გექნებაო, ჩემო ბატონო. აგერ ასპარეზი წმინდა მამების, რომელიც საუკუნის გინდა, დავინახავთ საოცარ აღსარებულ ღვაწლს, გულისხმობთ იმას, რომ როგორ იცავდა ისინი ერეტიკოსების წინაშე აი ამ ჭეშმარიტ სწავლებას. დღეს რო გადახედო აი ამ ჰუმანისტური თვალსაზრისით, როცა უყურებენ და ეკუმენისტური თვალით ადევნებენ თვალს აი ამ სახარებისეულ სწავლებას, სულ ესეთი აზრი გვიჩნდება, რომ ეს ხალხი სხვაგან ხო არ არიან, სხვა სახარებას ხო არ კითხულობენ, სხვა წმინდა მამებს ხო სად კითხულობენ საერთოდ იმას, რასაც
ჩვენ ვხედავთ აი ამ ეკუმენისტებში და მოდერნისტებში, რომლებიც ამბობენ, რომ არა ბატონო, რა დროის ეს არის, რა დროის აღსარებლობა, რა დროის დოგმატები და კანონებია, ეს უკვე დრო მოჭმულია, გვეუბნებიან, დღეს უკვე სხვანაირად უნდა, მაშინ სიყვარული არ იყო, უფრო ხისტები იყვნენ, პირდაპირ წმინდა მამებზეა საუბარი, ხო და დღეს ჩვენ უფრო ტოლერანტულები უნდა ვიყოთ სხვა რელიგიების მიმართ და ასე შემდეგ. ეს არის ის პათოსი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება, არ შეესატყვისება იმას, რაც წავიკითხეთ ჩვენ დღეს. ასე რომ, გულით აქვს წამდეს ძმანოდანო და სიმართლე მხოლოდ პირითა უნდა აღვიარებდეთ საცხო ნებელად. ღმერთმა გვაკურთხოს და შეგვიწყალოს. ამინ.